აშეშო ცდილობს ლიბიის პოლიტიკურ ლაბირინთში დაბრუნებას, მაგრამ მისი გეგმა წინააღმდეგობას აწვდება. მასად ბულოსი პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მისრატაში ჩავიდა მოლაპარაკებებისთვის პოლიტიკურ და სამხედრო პირებთან, რომლებიც ვაშინგტონის ლიბიის ინიციატივას ეწინააღმდეგებიან. მას შემდეგ, რაც აეროპორტის გარეთ დემონსტრანტები შეიკრიბნენ და ამ შეთანხმებას საეჭვოდ მიიჩნიეს. აშეშო აცხადებს, რომ სურს ლიბიის დაპირისპირებული პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური თუმცა მისრატაში შიშობენ, რომ ხალიფა ჰაფტართან ან მის შვილებთან ნებისმიერი შეთანხმება შეიძლება უბრალოდ სამხედრო მმართველობის დაბრუნებას ნიშნავდეს ახალი სახელით. საინეთლის გასარჩევად ჩვენთან ერთადაა ბენ ფიშმანი, ლიბიის ექსპერტი და ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი. ბენ, სასიამოვნოა, რომ IOC4 News English-ზე გვიერთდებით. აქ ბულოსიც ყავს. და როცა ის მისრატაში ჩავიდა, რათა აშშ-ის ინიციატივის მოწინააღმდეგეების აზრი მოესმინა, რამდენად სერიოზულია ეს უპირეაქცია და შეძლებს თუ არა ვაშინგტონი მისრატას გარეშე წინსვლას. კი, ვფიქრობ, თქვენ ნახეთ სწორი რეაქცია ლიბიის ხალხისგან. ეს მხოლოდ მისრათა არ არის, ეს მთელი მოსახლეობა. და ისინი დაღლილები არიან თარული გარიგებებით, მათ არჩევნები სურთ, გაეროს პროცესი არჩევნებს ითხოვს. გაეროს პროცესმა შეკრიბა 120 ლიბიელი და დაასკვნა, რომ არჩევნები აუცილებელია. და მე ვხედავ ბულოსის შეთანხმებას, როგორც ძალაუფლების განაწილების შეთანხმებას, რომელიც გვერდს უვლის ამ არჩევნებს, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყოს მას. როგორ უკავშირდება ეს გასულ კვირას ვაშინგტონში სადამ ჰაფთარის ვიზიტს, რომელიც ლიბიის ეროვნული არმიის სარდლის მოადგილე და ხალიფა ჰაფთარის შვილია? რა შედეგი გამოიღო ამ ვიზიტმა? კი, ვფიქრობ, თქვენ ნახეთ ბულოსისა და მდივან რუბიოს მცდელობა ჰაფთარი დასავლეთის პრემიერ-მინისტრ აბდაბაბაჰის საპირწონე მხარე წარმოეჩინათ. და ვფიქრობ, ამ მცდელობას შეხვდნენ ლიბიის მასახლაობის ზიზღით. ისინი აშკარად ძლიერი ფიგურები არიან თავიანთ გარემოში. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თავად დაბაბა მისრატადან არის და მას არ შეუძლია იქაური მოსახლეობა გააერთიანოს, რომ ხარი დაუჭირონ ძალაუფლების გაზიარების რომელიმე ფორმას. და სადამი აღმოსავლეთში ისეთი დომინანტური არ არის, როგორც ხალხს ან ადმინისტრაციას გონია. ამიტომ ვფიქრობ, ვიზიტმა ვერ შეძლო იმ შეთანხმების მიღწევა, რასაც ისინი ისახავდნენ მიზნად. მაშ, რა უნდა შეიცავდეს სანდო გეგმას, რომ ლიბიელებმა ის ლეგიტიმურად აღიქვან? ლიბიო გეგმას სჭირდება ლიბიელების ხელმძღვანელობა. სწორედ ამას თავაზობს გაერო. და მას ლიბიელები მართავენ. და მათ აქვთ ეკონომიკური კომპონენტიც ამ გეგმაში. მათ აქვთ უსაფრთხოების კომპონენტიც ამ გეგმაში და ასევე მთავრობის კომპონენტი, რომელიც მოიცავს არჩევნებისკენ მიმავალ გზას. ბულოსის გეგმა ყველაფერს გვერდს უვლის და უბრალოდ კიდევ ერთ დროებით სტრუქტურას დააწესებს, რომელიც შეიძლება მუდმივ სტრუქტურადაც იქცეს მასში ჩართული ძალების გამო. და არ შეიცავს, როგორც მე ვხედავ, გზას ლეგიტიმური არჩევნებისკენ. კარგი, ბენ ფიშმანო, სასიამოვნოა თქვენი მოსაზრების მოსმენა. მადლობას გიხდით, რომ შემოგვიერთდით i24 News English-ზე დღეს. გმადლობთ. მადლობთ.